მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო, აი მეც დავბრუნდი საფრანგეთში. სამწუხაროდ, რადგან ძალიან კარგი დრო გავატარე საქართველოში და არ მეგონა თუ მართლა ესე კარგი დროს გავატარებდი. არა იმიტომ რომ კარგ ადგილებში ვიყავი, არამედ ხალხი იყვნენ, აი ადამიანები იყვნენ რაღაც უთბილესები. არ ვიცი, ალბათ ერთი ორი შემხვდა, რომელზეც თქვი, ვაიმე, რა სჭირს ამას, მაგრამ აი ყველამ ისე დაგხვდა, ოჯახია, მეგობარია თუ უბრალოდ ნაცნობია თუ ნათესავია თუ მეზობელი, აი უბრალოდ ადამიანები, მათ კი ძალიან დიდი სიმპათია გამოიწვიეს და ძალიან კარგი დრო გავატარე და მე საქართველოს ვიცოდი, მაგრამ ესე თუ კარგად დამხვდებოდა არ მეგონა. ამიტომ უზომოდ ყმაყოფილი წამოვედი, ვერ წარმოგიდგენთ როგორ მეშინოდა. მეთქი როგორი დამხდება საქართველო ამდენი წლის შემდეგ. მაგრამ თითქოს და არაფერიც არ შეცვლილა. ანუ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, რადგან 2011-დან საქართველო უკვე არის გამოყალიბებული ქვეყანა და თითქოს მაინც არაფერი არ შეცვლილა. ძალიან კარგი დროები გავატარე. ვიყავი თბილისში, თელავში, სიღნაღში, რუსთავში ვიყავი ერთი ღამით, სამწუხაროდ და ძალიან დამწყდებული რომ რუსთავში ვერ დავჭი მეტი, რადგან მეგობრები მყავს რუსთავში და ვერ მოვინახულე. უზომოდ დამწყდებული. ხო და აი ესე არ ვიცი, ძალიან მაყოფილი ჩამოვედი მეგობრებო, აი უზომოდ ვინც ძალიან ბევრი მეუბნებოდა რომ ვაიმე წახვალო და აი გამოქცევა გინდაო რა, აი უნდა გაიქცე აქედანო. მეც მეშინოდა, მეთქი კაცო რა ხდება ეგეთი იქა. პირიქით დარჩენა მინდოდა, წამოსვლა არ მინდოდა. სახში რომ დავიდი და დენისი მელოდებოდნენ, მარტო ეგ მიზიდავდა აქეთ, თორემ მეტი სხვა არაფერი, აი არაფერი. მე რო იქ სტაბილური ცხოვრება მქონდეს, სამსახური და მანქანა და ყველაფერი, სახლი ალბათ დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი საცხოვრებლად საქართველოში და ახლა მესმის ბევრი ქართველები, რომლებიც ბრუნდებიან საქართველოში და ძალიან მართლებიც ხართ. ასე, მაგრამ აქ გვაქვს ცხოვრება, აქ ავაწყეთ უკვე ჩვენს ცხოვრება. ეხლა ყველაფერიც არ არის გადასარევი არც თქვენთან, არც ჩვენთან. შეგრძნება დამჩარო, აი წამოსვლა აღარ მინდოდა. და მე მგონი მეც არ მოველოდი თუ მასე იქნებოდა. აი მე დავიყენე წამწამები და იმ გოგოსთან არ ვისთანაც დავდივარ ხოლმე, ახალი გოგო არ, იმიტომ რომ ის დასასვენებლად არის და საერთოდ არ მომწონს როგორ გამიკეთა. აი საერთოდ. დღეს რას ვაკეთებ, სად მივდივარ დღეს? ესე იგი უკვე ერთი კვირა რაც ჩამოვედი და რადგან დავიდი და დენისი არსად არ წასვლან დასასვენებლად, გადავწყვიტეთ რომ ერთი კვირა დაგვრჩა კიდევ შვებულება, ამიტომ წავიდეთ დასასვენებლად. საფრანგეთის ბოლო დაბლა. საფრანგეთის დაბლა, ანუ მარსელისკენ. მარსელიდან 20 კილომეტრია, სადაც არის ჩვენი პატარა აპარტამენტი, პატარა სახლივით არის. აუზი არის, მაგრამ იცით როგორი აუზია? ანუ აი ბევრი აპარტამენტებია და ერთი დიდი აუზია. მასე მთავარია რომ კონდიციონერი იყოს. მაგაზეც გავგიჟდი, საფრანგეთში ყველას ალბათ აქვს კონდიციონერი. ყველას, აი ყველანაირ ოჯახს აქვს კონდიციონერი. აქ საფრანგეთში ეგეთი რაღაცა არ არის. ძალიან მომეწონა საქართველოს ხალხმა, აი ძალიან გაკურვებული დავრჩი.
ანუ სიღნაღე იყო რაღაც ძალიან მაგარი. ნუ ვიცოდით ახლა ბოლოს და ბოლოს ჩემი ქალაქია. ჩვენი ქალაქია იქ ვარ მე ვარ იქ დაბადებული, ჩემი და იქ არის დაბადებული. და მაინც უფრო სხვანაირად ვეხებით ჩვენ მაგ ქალაქს, იმიტომ რომ მე იქ არ გავიზარდე, მაგრამ ყველა მახსოვდა, არ იყო ადამიანი, რომელსაც ვიტყოდი, რომ ეს ვინ არის, არ მახსოვს. ყველა მახსოვდა. თბილისშიც ვიყავით. თბილისში შეიძლება უფრო ქაოსია, როგორც პარიზში აქა, ძალიან ბევრი ხალხია, ყველაფერი არის, ყველა არის. მაგრამ სიღნაღე იყო რაღაც. და რა თქმა უნდა, ახლა რატო იყო სიღნაღე კარგი, იმიტომ რომ მამაჩემს აქვს კარგი სახელი დატოვებული, ანუ და არ იყო ერთი ადამიანი, რომელმაც მამაჩემი არ იცნო და ხელგაშლილი ხალხია ძალიან სიღნაღელები. ანუ არაფერი არ აქვთ, მაგრამ ყველაფერს მოგცემენ. ასე. ხომ წარმოიდგენიათ მამაჩემისთვის როგორი ძნელი იყო უკან დაბრუნება, მაგრამ ახლა უკან ჩავა ხოლმე და მიხედავს ჩვენს სიღნაღის სახლს, რადგან სახლი გვაქვს სიღნაღში. ასე. ამიტომ მივდივართ დასასვენებლად და გამომყევით გადავიღებ ყველაფერს. 9 საათი გვაქვს, მანქანით სავალი, ანუ წარმოიდგინეთ, სად ჩავდივართ, ანუ საფრანგეთის ესპანეთთან ვართ უკვე ძალიან ახლოს, ისე მივდივართ. ნუ მარსელისკენ. მარსელს რომ ამბობ, უფრო ხალხს ესმის. მაგრამ მივდივართ ქალაქ გასი. მგონი ძალიან ის მომივიდა თონელური. ძალიან მივეჩვიე თონელურს. საქართველო ჩემს გულში იყო და ისეთი არის, როგორც მე მახსოვდა და მე ბავშვის თვალებით, ნუ რატო ბავშვის ახლა ბოლოს და ბოლოს 13-ის ვიყავი, უკვე დიდი გოგო ვიყავი და მაქედან რაც მახსოვს, აი ესეთი ძალიან კარგი დამიტოვა და როგორც გეუბნებით, აი წამოსვლა აღარ გვინდოდა. და იქ რო ხალხი მეუბნებოდნენ, რომ უნდათ ევროპაში წამოსვლა და რომ ვხედავდი, რომ სამსახური აქვთ, მანქანა აქვთ, მართვის მოწოვა აქვთ, სახლი აქვთ, პატარა ბიზნესი აქვთ, მეუბნები სად მოდიხარ, გეხვეწები. მე რომ შენნაირი სიტუაცია მქონდეს საქართველოში, რა მინდა იმ ევროპაში, რომ ნერვოზი დავიმართო და გავიფუჭო ნერვები, oui? Est-ce que ça a marché le jeu sur Internet? Ça a marché? Non. Mais pourquoi il n'a jamais marché? Peut-être qu'il n'existe plus. Let's go. როგორც ნახეთ, უკვე ვართ სასტუმროში, მაგრამ ეს ჩვენი
დასასვენებლის ადგილი არის, მაგრამ უკვე იწყება დასვენება აქედან იწყება ყველაფერი, რადგან გზა ძალიან გრძელი გვაქვს, რა თქმა უნდა, ავიღეთ პატარა რა თქმა უნდა, ავიღეთ სასტუმრო, დავჯავშნეთ და დავრჩით, რომ დავისვენოთ, ხვალეც გვაქვს 4 საათი, დღეს 5 საათი გქონდა და ხვალე 4, ანუ ჩვენი სახლიდან ეგ ადგილი არის 9 საათი მანქანით სავალი. ძალიან ცუდად მეძინა, მაგრამ მაინც კარგი იყო, რადგან პატარებს ეძინათ და ეგ იყო ყველაზე მთავარი. ახლა მივდივართ სასადიოდ. Je ne filme pas à toi. Je l'ai fait jusqu'à présent. Mon chéri, je en sais maintenant d'avoir un sarcastique. Sous un regard chez Yves Stevens. Entre de ma place, ouvre la porte donnant sur le couloir. À peine, voyant à travers moi le reflet de la femme et l'illustration du bonheur perdu, Stevie les comportements. Il avait envie d'attirer l'attention des services sociaux, mais il voulait éviter à tout prix.
Thank you.